გამარჯობა სრულიად გადარეულობიდან. მოგესალმებით. ეს არ მინდა აქ დავდო. ცხელია. ამიტომ დავდებ საფრთხეებელს. თუ დამეყვარა არა უშავრ. 2 წუთი უნდა დავჭდე ახლა, თორე ვერ ამოვიქაქანებ. როგორ ახართ ხალხი. ესე იგი, ვიცადე ვნახო. ესა 28 წუთია. იმის საათის. 9 საათში უნდა წავიდე. დილით სად მიდის დრო დედას გეფცები ვერაფრით ვერ ვიგებ. თავზე მეტყობა რომ არის ქარი. და შუქსაც ეთყობა რომ ქარია, იმიტომ რომ შუქი არ აქვს. თუმცა არც ერთი ქარი არ არის რომ შუქი არ იყოს, მაგრამ ჩვენთან ზოგადად ძალიან ეშინია შუქს ნიავის და ეგ ვეკრება ხოლმე. ვაიმე. დილის 8-ის 9-ზე ჩასული კუხნაში რას ვაკეთებ ამკითხეთ. გეფცები შეიძლება თქვათ რომ თქვა რომ რა ვაკეთე ჭურჭელი და ჩვეულებრივ რასაც, მაგრამ ამოდენა ქვაბების რაიდან მოვიდა სუფრა მქონდა რამე ქორწილისა თუ რა იყო ვერ გავიგე. ანუ ის იყო რა გადატანა გადმოტანის დღე, ვიცი დიდი ქვაბიდან პატარაში რო გადმოვაგდა. აიმე, ხო და ისა ბატიბუტის ქვაბი იყო კი. ბარბარე უნდა გავამწარო. მოხლის და დადგავს. ხო და დამავიწყდა გუშინ უნდა გამეხეხინებინა. დავიღალე ხალხო, ფეხიც მეტკინა. თან საკმაოდ. ეხა არაფერი აღარ მაქვს დაბლა საქმე, საერთოდ არაფერი, მაგიტყვი რომ მივყვები ხოლმე, მივყვები რომ მე ზემოთქვემოთ არ ვიარო, ბარემ დაბლითა საქმესა ვჩები ხოლმე და ეხა საერთოდ არაფერი არ მაქვს დაბლა საქმე, გარდა იმისა რომ სანამ წავალ უნდა ბორში გავთიშო. ამოველი ხარ მოვიმზადო მეთქი და საწოლი ცავალაგო რომ წავიდე. დღეს და ხუთშაბათსხა მივდივარ და დავამთავრ. ანუ წესით დღეს მთავრდება თვე, მაგრამ ბარემ ამ კვირაშიც ვიქნებით ხო რა. ხუთშაბათსაც წავალ და იქ იქნებ. ეგ არის და ეგ. და მე ეს სირბილი და გაიქი გამოიქე აღარ მომიწევს. დამცხა მასობაში. გუშინ დავხატე საროჭკა 1, მე მგონი სურათი მაქვს და ჩაგიგდებთ. განახებთ, შავ-თეთრი იყო და არ იყო ისეთი რთული ნახატი, ამიტომ სწრაფად მოვჭი, მეორეც მინდოდა. სწრაფად როგორ ახლა 15 წუთში არა, სადღაც 2 საათი მომუნდი. ოღონდ ისა აი შარშან მაგნახაც დავხატავდი 1 საათში სიტყვაზე, მაგრამ ანუ მე ნახაც ვხატავ ესე. ეხა ეგ ვეღარ ავჯდები. ხან ესე ვარ. ხან ესე, ხან წამოწოლილი ვაფერადებ. კამეჩი. ხო და მაგიტომ მომდი დიდი ხანი შედარებით. არ ვიცი ეს ვიდეო როდის აიტვირთება, იმიტომ შუქი როდის მოვა საერთოდ აზრი არა ვართ, არ ვიცით. დღეს ქარის უნდა იყოს. რაც შეეხება კიდე იმას, რომ გუშინად ვარ ჩავწერე ვიდეო მოგიყვებით. ვერ ჩავწერე. ესე იგი, ბარბარეს წავიყვანე, იმიტომ რომ ბარბარეს უნდა საჩუქრის ყიდვა. ყავა საქმოვიდა ხო შეიძლება და თან დრო არ გამეპაროს. ნახევარია. აკრამაკ. ვიკავით სამოვიტანია. მოვიტანო. მე მოვეზადები. ორი საათია ფეხზე ვარ ხახრო და ეხა მივხვდი რომ ისა პირი არ მქონდა დაბანილი და სანამ მოვიდოდი. თან გავიხდი. ვეღარ ვხმარო კალგოტკას და აი ვერაფერს, აი იძულების წესით გუშინაც ავადმყოფოში არ მეცვა. მიჭერს, აი არ მიჭერს, მაგრამ მგონია რომ მიჭერს, ეხაც მიტლიკანა ვარ. იმიტომაც ვია ხალათი დაბლა. მოიცე ხა მოვეწყო და მოვერგო და მოვალ. აი ესე. ფეხი ავიკანჭურე. ერთი სიტყვით. წავედი ჯავშნის კოდი მქონა ჩვეულებრივ 11-ზე უნდა ყოფ 11-ს რო 10 აკლდა იქ მაშინ უნდა ყოფილი ვიყავი იმიტომ რომ სადღაც 10 წუთის სვიმით აძლევს ჯავშნის კოდიან ან ჩაწერილი რო ხარ არ წაიქცეთ ხო და მიხაროდა თან ჩაწერილი რო ვარ მლოდინი აღარ მომიწევს მეთქი და რომ მივედით
ხო, ბარბარე უნდა წამეყვანა, რომ საჩუქარი უნდა ეყიდა, დაბადების დღეს დაპატიჟეს და ვერაფიქრობდა თან შარვალი უნდოდა. თან მე ვეჩხუბებოდი რაღაცა შარვალია მეთქი სპორტისთვის, და როგორც შევარტყე, ანუ სპორტისთვისაც ხო უნდოდა, მაგრამ თან უნდოდა, რომ ესა ისეთი ყოფილიყო, რომ ჩაეცვა თან. ნუ კაი, წამყვან. ძაფების ყიდვა მინდოდა, ხო გითხარით კიდეც მეც. კი კიდეც მეკურება მშვენივრად. და ნუ წავიყვანე რა, ერთ ციკლით რომ არჩიოს მეთქი საჩუქარი და პლუს რაღაცები მქონდა ივანეს წიგნზე მქონდა ინგლისური საყიდელი, მოსამზადებელი და ეგეთი ისინი. წავედით. 15 ეკლდა რომ მივედი, ანუ 10 რო ეკლდებოდა, მაშინ და ვირბინეთ რო იტყვენ რა, მე ხო ვსდავბივარ. ხო და დავსხედით იქ რა, რომ ბარბარეს თქვა ჯერ არ მომცემს მეთქი ჯავშნის რიგის ნომერს, იმიტომ რომ 10 წუთის სხვაობა უნდა იყოს მეთქი შესვლამდე. სანამ იქნა შეხვალ. ავიღე 10 წუთში, კი არა 5 წუთში. ხო და რიგს რო ველოდები, საეჭოთ მომეჩვენა ის, რომ ჩემი ექიმის კაბინეტის ის რიგითის ნომერი რაც უნდა აინთოს, ის არის ჩამქრალი. ხო და ჯერ უნდა მივიდე რეგისტრატურაში, ხო, რომ გამიშვან ექიმთან. ხო, თავისი ისა. და ძალიან ბევრი ხალხი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მე რიგის ნომერი მქონდა ჯავშნიანი, ანუ როცა ცოცხალი რიგით მიდიხარ ხოლმე, ჩვეულებრივ ციფრები აწერია რა და როცა ჩაწერილი ხარ, წინ 100 აწერია და მერე ნომერი. 2 ციფრიანი ნომერი ან ერთიანი ავიეგე. ხო და რო ვიცოდი რომ მაინც სწრაფად მივიდოდი, საჭოდ მომეჩვენა რომ ის კარი იყო ჩამქრალი და თან წინაზე რომ ვიყავი ეხოსკოპიაზე, მე ხო ჩავეწერე, მაშინ ჩავეწერე თვითონ ზუსტად იმ გოგოსთან მოხვდი, ვინც ჩამწერა. რომ ორშაბათს არ არის შვებულებაშიო და ორშაბათს გამოვა. ხო და მოკლედ რომ მივედი და მეთქი თაბუკაშვილი არ არის თქო და არა შვებულებაშიო და როდის გამოვა არ ვიცი. რასა, ვეუთხარი, ორშაბათს უნდა გამოსულიყო თქო და ისა, მოიცავ ისაო, საინფორმაციოში იკითხავდა. მოიცავ აბა ვნახავ აქ თუ მიჩანსო, გეტყვიო, ცივი წყლით რომ ვიბანხორმე თვალები, მე გონება რაღაცები მაქვს თვალებში. არადაცხელი წყლით ვერ ვიბანსახის. ხო და მოიცავ აბა ვნახავ, ვიღაც ყავდა რა, გოგო ყავდა და ერთი წამიოდა ვნახავ ეხავე. 6-მდეო შვებულებაში, ანუ მეორე ორშაბათს გამოდის ქალი. მე მიწერია გუშინდელი დღე 11 საათი. ხო და გუშინვე გადავიტანე ორშაბათს 11 საათზე. ანუ ექიმთან ფიზიკურად ვერ შეველი, იმიტომ რომ ქალი თურმე შვებულებაში. ანუ ნევროლოგი არის, მაგრამ ის არ არის, ვინც უნდა იქ გამიშვას. რა, იქ ხო უნდა ჩანდეს საბუთებით რა, ხო თავისებური ის აქვს და აი ჯანდაბას წამოვედი. მოკლედ ჩემ ფეხს ექიმი არ ეხირსა. ანუ ფეხი ექიმამდე ვერ მივიტანე, 2 კვირა ექიმამდე ვერ მივიტანე ფეხი. კაი თქო, თან წვიმდა. აი წვრილად რო ჟღუჟღუ. არ გამასწორს ხალხო. მაშინ მე 20 აკლია და 25. კაი 5 წუთიც ვიყოთ. წამოვედით იქიდან ვარკეთილისკენ დავიძარით მეტროს მხარეს. ხო, ისა წამალი გამომიწერა, ფერიტი, ნოტი, გინეკოლოგმა ოდნავ დაბალი მაქვს. ხო და ისა. ეგ ვიყიდე ხალხო, რა ფასები აქვს წამლები? ბიკანკალებ და თირკმელა ფულს რო ვაწყებდი 55 თუ რაღაცა მიცი ერთი თვის დოზაში. ნუ კაი. და წავიბერე ივანეს წიგნი ვიყიდეთ და გავემგზავრეთ ვაგზლისკენ. რატო იცი? არა, ჯერ იქ ვიყავით ფენიქსის შენობაში შეველით სავაჭრო იმაში. რომ მეთქი აბა იქ თუ რამე ვნახეთ სასაჩუქრეთ. არც ვიცოდით რას ვეწედით, სუვენირი იყო, ის იყო, ანუ თან მოკლედ. ვერაფერი ვერ ვნახეთ და რადგან შარვალიც ქონდა საყიდელი მეც ძაფები და რაღაცა წავმეთქი ვაგზლისკენ წავიდეთ, იქ თათრები რო არია რაღაცა, იქ პასაჟში შევიდეთ. რაღაცა იქნება თქო. წავედით. თან ფიქრობ ახლა სადმე დავჭდე და მეტროში შეშეველი თუ არა ვაგონში დავჭექი. ხო და რომ წავედით, მივედით. იგივე სიტუაცია ხახრო, ეს გამყიდველების სენი არის რა, ანუ აი იცი რამდენიდან წამოვედი უკან.
აი ესე რომ შეეხედე, აი ესე შეეხედე. აი ოდნავ რომ შეხედო. უი, ეგეცა გვაქვს. ესეც. დამაცა ქალო, ნახო, ხო შეიძლება აი არ დამახრჩო. ხო შეიძლება. თან ვეძებდი უბრალოდ სპორტისთვის რომ ჩაიცვა, არც ძალიან ძვირფას არ ვეძებდი, ახლა სადღაც 20-25 ვფიქრობ. ხოდა რაც არის, აი მე ღმერთო, აი ეს ახალგაზრდობა მომკლავს მე. ასეთ ბავშვს უნდა და ასეთი ჟარვალი. აი ეს აქედანვე რო გაშვებული არის, რა ვიცი, აი მეზობლისა რო გაცვია, რო გონია ეგეთი. ნუ ნახეთ, თვითონ ნახა. მე უკვე ვფიქრობდი რომ მეთქი დახლებს შორის მაგრა გცემთ. სასაცილო რა იყო იცი? ერთგან ხომ მიველთ. ხო და ვეკითხები, ანუ არ ვეკითხები, შევხედე, რა სიძახი, ჯერ საერთოდ შევეკითხო. უბრალოდ დაათვალიერო. ერთს მოვკიდე ხელი. მე მოვკიდე, ანუ ისე ხო კიდია იმეებზე რა და გვერდულად არის მიტრიალებული და მოვაბრუნო რომ შევხედო, ანუ რას ვეძებ. ხომ და ვნახო და მომوارდა ეს ქალი. აბა ეს და ბარბას ვეთქვი წადიშვილო, თორე მე მგონი ჩამაცვა უკვე მეთქი ამან რა და არა შვილა ნუ გეშინი არ ჩაგაცმევს. მეორე გამოესარჩლე. რავი მე ვთხარ უკვე წამოქცეული კი ვყავდი თქო. აი ეგრევე მოვდივარ, აი სულ რომ მომეწონოს და ზუსტად ის იყოს, რასაც ვეძებ, არ ვიყიდი, იმიტომ რომ ვერ ვიყიდი, არ შემიძლია, აი სურვილი მაქვს, რომ აი შარვლით მომეხჩო ის ქალი. გამოვედით აქეთ. მივედით, მომეწონა ერთი შარვალი, ბარბარის მოეწონა, მე მომეწონა. ქალი დგა, ხმას არიღებს, ვკითხეთ, ეს შარვალი რაღის გაგვცა პასუხი. ეს ფერები გაქვს, მარტო გაგვცა პასუხი. გასინჯვა შეიძლება, გაგვცა. შევედით და ვიყიდეთ. ქალმა არ ჩაგვაცო, არ მოგვარგო. იდგა თავისთვის და მოგცა საშუალება, რომ აქ ვერჩია. არც ამირჩევი, აი კონკრეტულთან მიველით და ვიყიდეთ. ჩემნაირები ძალიან, აი წინა ვიდეოზე რო ვთქვი ეს თემა, ხო იცით? ჩემნაირები ძალიან ბევრი აღმოჩნდით, რომელიც ესეთ სიტუაციას გაურბიხართ და ანუ თქვენც არ ყიდულობთ და რა გჭირთ გამყიდველი? თუ ვინმე მიყურებთ და იცით, უბრალოდ დადექით და დაელოდეთ, თვითონ გკითხოთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ უფრო მეტს გაყიდით. ეს შემოთრევა ძალით საშინელებაა რა. თავიდან კიდევ გოიმდებოდი ხოლმე და მერიდებოდა და 100-ს რო შემოგთავაზებდი, ახლა ვფიქრობ, როგორ არ ვიყიდო 10 წელი შემოგთავაზეთ, მაგრამ სპეციალურად შემოგთავაზეთ, რო იყიდო და რო არ გინდა, შეუბედური, რომ მიტრიალდი და იყიდე ის რაც გინდა. ეხლა ვისწავლე ჭკუა. ვიყიდეთ შარვალი მოკლედ. პასაჟში ვიბოდიალეთ. ვერაფერი ვერ ავარჩიეთ. ძაფები ვიყიდე მართალია. ორი ფერის ძაფი? მე მგონი ორი ფერის ძაფი ვიყიდე. აგი იქ ოღონდ ვამაყირებთ, მე გადახეთ. გამოვლისას საჩუქარიც ვეძებეთ, ბარბარ მეუთხარი უკვე სახლის გზაზე მივდივართ, არ რაღაცა არჩიე, არ რაღაცა გააკეთე, იმიტომ რომ არ არსებობს ახლა მე მეტროში რომ ჩავალ იმის თავი არ მაქვს სადმე ვიარო და პირდაპირ სამგორის მარშრუტკაში უნდა ამოვიდე მეუთხარი მარშრუტკასთან. და გამოსვლისას სუნამო შევარჩიეთ, კაი სუნამო, სხვათა შორის, ჩვენი ერალური, მეც ახლა ვფიქრობ, გახსნილები ხო აქვთ იგივე ვარიანტები და ამ კაცმა შეგვიპატიჟა რომ მოდი ცოტა ნახეთ, არჩიე თუ არ არის პრობლემა მილიონი, აი თქვენ რომელსაც დადებთ, იმას ვიზავთ. კი არ მოგვასხა და აბა ეს კაიაო. არჩიეთო, გახსნილი მაქვსო, დასხმა და ის პრობლემა არ არისო და ეხლა ხო ვფიქრობ, მე ხო სუნებთან ძალიან ძვირფასად ვარ მით უმეტეს ეხლა და ერთი გაასხა, ორი გაასხა, სამი გაასხა და მივეყუდე. ბარბარ მეუთხარი, ანუ ის რომელიც ავიღეთ პირველ იმას, რომ დავყნოს, მე ვეღარ გავიგე ვერაფერი. რომ დავყნოს, ანუ მე არ მიყვარს მძაფრი სუნები, აი არ შემდია ტკბილი სუნები, აი ერთი ავისუნთქო და ერთხელ აი რავი გეხსოვებათ რომ საოცრად რავი მოვიწავლე თუ რა ქვია, იქალს იმდენი ესხა რომ მეგონა რომ გული აექ მიცემდა რა და ეგ მომდის ხოლმე თუ ტკბილიან ის მძაფრი შევისუნთქე. ისეთი ჰაეროვანი მსუბუქი ნაზი სუნი ჰქონდა ის ზუსტად აი ახალგაზრდა გოგოსთვის, ბავშვისთვის. მოზარდისთვის. იმის მერე რა მიასხეს ერთმანეთს, რა მოასხეს, ვერაფერი ვერ გავიგე. იმიტომ რომ მიყუდებული ვიყავი იმ დახლზე და ბარბარს ვთხარი არჩი რაღაცა შვილო, თორე ეხლა წავიქცე, ხა ამ კაცს ხო ვერ ვეტყვი რომ გააჩერი, ნუ ღამასხავად რაღაცებს აღარ შემიძლია. ავიკიდეთ ყველაფერი და ჰაბარდა. წამოვედით. რომ მოველი?
რა იყო რაღაცები იყო გასაკეთებელი რა სახში, იმიტომ დილით ჩქარჩქარა გავიქეცი არ იქა და აჯავშნილი კოდი მაქვს მეთქი და დროზე მივიდე ექინთან არ იქა თქო და გავვარდი ხო და მე რომ მოველი აი არაფერი ისეთი არის მიქნია რა არ დამისვენია რაღაცებს მივყვები გავაკეთე და ფეხი კი არა მენჯი ამტკივდა მოველი აქ წავკვდე ცოტა ხანი ხო და როცა აღვდექი უკვე იცი როგორ კიდე რომ ეძინებოდა და ვიდეო ვიღარ ჩავწერე მოყოლეთ რა ბერმა მომწერე თქვენთან რაკენით ფეხზე რაკენით ვიდეოსა და ვიდეო ხო და აი მაგის გამო დიდი ისეთი არაფერი მაგრამ აი დავიღალე აი ესეთი ამბები იყო ხალხნებო 15 წუთი აკლია ეხა რაღა მაქვს ისეთი გასაკეთებელი მტვერსასრუტიურად ჩავით მაგრამ ვის შეუერთო მტვერსასრუტ შუქი არა ბარბარე რომ ბარბარე იზავს მაგ ამბავს თუ მოვიდა შუქი თუ არა და ვიქნებით ნაგავში თუ ახლა დიდი არაფერი აი ხალიჩაზე რაღაცეები ხო იყრება ხოლმე რა და წვრილმანებ და ცუდათა ჩანს აი მე ეს ერთი წელი ხალხნა მაგ ხალიჩას მოვასშორებ მაგეთად ეგ არ მიდევ იმიტომ რომ რაღაცა აი დაბლინას იცივია მოდის და მაგის გამო მიდევ თორე არ მიყვარს ხალიჩების ატანა არა მაგ მე აი ერთი ნესტიანი ტილო პერსონი შემოუარეს სულ ერთიანად ეგ არ და ეგა დამთავრდა ავედი დაგემშვიდობებით აბაჰე და აბაჰო თუ შუქი მოვიდა ამ ვიდეოსაც ეშველება ატვირთვა ხალხმა და ჯამაათ დღეს არის 31 ხო სწორედ ვაყობ ნახე როგორ გავარტყი 30 ხმა არ ვიცი გესვით თუ არა ინგრევა გარეთ ქვეყანა 31 ხვალია 1 აპრილი გასოთ ხახო 1 აპრილს ვაიმე გოში გამახსენდა იქ 1 აპრილისა და წაველი მეთქი და ისე ვაქავარ მარტში 1-2 წლის წინ ხო ვიყავით მე და სოფო ფატუნიასთან და გახსოვთ ეს ტყუილი და რაღაცა რო გავაკეთეთ ვითომ რო ჩემზე იჭურავეს და რაღაცა და დიდი ამბები რო იყო ხო და დარწმუნებულები იყავით რომ ხვალინდელი 1 აპრილი დავავიწყდება და არაფერს ტყუების ნერვით და თავი არ ვეკნებ მაგრამ მაშინ ერთმა დამიწერა რომ ესაო არ უნდა გექნაო არ უნდა მოგეტყუებინაო ერთ-ერთმა ბევრმა დამიწერა უნდა გეთქო რაღაცაო ანაო ისაო ანე ესაო და ერთ-ერთი იყო რომ ანა ვითომ ვიხდმეთ ახარ ხო და რადგან ვეღარაფერს ვერ ვიფიქრ ხვალ მაგას მოგატყუე ხვალ გეტყვით ვერ ფეხწივითაო არ შემოთავაზება იყო იმ დროიდან ეგა გაიგე და ეგე მოხდა კარგად იყავით ხა აღარ მოგაცდეთ მაგრად იყავით მოვალ რა კიდე მოვალ ალბათ არას ვიზო ერთი დღეც ხახუნ ერთი დღეც უნდა ვიყო იქა და მე მაგარი მუქთან მჭამელა ვხდები სახში ვარ რაღაც მუშაობა რაღაც არაფერი მე იმას ვიზავ ხოლმე სახში შეკვეთები რაღაცები ხო ექნება ხოლმე და იმებს გავაკონციალებ როგორც შევძლებ თორე დრო ყდარზე მეტი მექნება ვიდეოებისთვის სავარაუდოდ ვუბრუნდებით მოკლედ უსაქმურობის ხანას სადღაც 2 წლის წინ რომ ვიყავი დაახლოებით მასზე ნინოს უთხარი რომ მეთქი არ დაიშალდოთ მეთქი ანუ საკონდიტრო გქონდეს მეთქი ხა ამდენი წელი აქ და ხა ხო და 2 წელში მეთქი ბავშვს რომ ბაღში მოვიყვან მეთქი ჩამოვალ მეთქი შენთან მე ვიმუშავებ 4-მდე ვიქნები თქო ანუ ისა ხელი არ გვაქვს მოწერი მას შეთანხმება და დებული გვაქვს კი მეჩხუბება ეხა რომ მოდივარ მაგრამ ვერ არა ფიზიკურად ვეღარ ასე მტერ დაგეცალოთ და აბაჰე ეხა მართლა წავედი თორე ძალიან 10 ზუსტად 10 წუთი აკლია
და 5 წუთზე უნდა გაჩერებაზე 15 წუთი მაქვს საწოლის სასალაგებლად, აზერზე მოსასვლელად, შესაცვლელად და გასასვლელად. ხო, აბა თქვენ ბედნიერ დღე ყველას. იმედია მოვასწრებ ვიდეოს სატვირთოს ოდესმე დღეს მაინც. 1-15 წუთი რომ მოვიდეს დენი, მოესწრებ.